უკუნისამდე! ეულის მდიდარი უკუნით უკუნისამდე! ტყვეებს თავი მოგვეთა. გუდელი დასწვით. შემოსევებით განადგურებული და ფეოდალურად დაშლილი საქართველო ორად გაიყვეს. 1578 წელს ოსმალეთმა დაარღვია ამასიის ზავი და კავკასიის მთლიანად დასაპყრობად უზარმაზარი ლაშქარი დასცრა. ჩილდირის ტბასთან გამარჯვების შემდეგ ოსმალებმა სამცხე და ქართლი დაიკავეს. თბილისი ააოხრეს. აგვისტოს ბოლოს კახეთისკენ დაიძრნენ. ალავერდელი მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზ შენ ხილვას გადაუდებლად ლამურს მეფე ბატონო. კაკია სალამო შემოვიდეს. ნიკვირს ჯარის წინამხედრებულს რომ არ გიყურეთ მეფეო. სარწმუნოდ მომცნეს ირანის შაჰი ქართლის ტახტს კვლავ სიმონს უბრუნებს და დიდძალის ლაშქრით ოსმალეთს ესრავს. თუ მოახერხეთ და სიმონის ქართლს მოსმამდე ლალაფაშა იორზე შევაყოვნეთ, მაშინ ჩვენს ბედს ძაღლი არ დახებს მეფეო. სიმონის მხარს აგვიგამს საერთო ლაშქრით მტერს უკუაქცევთ და ურჯულოთაგან იავარქმილ ქართლსა და სამცხეს უფრისნებით ისევ დავიხსნით. მერე ეგების განგების ძალით საქართველოს ერთიანად აღდგენად შევძლოთ და ერთპირად მგარნი აღარ სპარსეთ შევეპუებით. უფალი იყოს შენი მფარველი შვილო ჩემო. დავითარცა დავითს ლო გოლიათსა. ისევე გეძლიო შენცა უწმინდური თესლი აგარიანთა რამე თუ ხმალი შენი კურთხეულ არ სიმართლისათვის. ბრძანე მეფეო და მთელს ჩემს მრევლს ქრისტეს დროშის ქვეშ უმალვე დავაყენებ. პარემ კარგია მამაო, მაგრამ
ოდესღაც სრული და სისხლსავსე ქვეყანა ჩვენი აწორურ ჭულშუა გადებული ლუკმად დაფრეთილი ძევს. რეხსიკეთ ოსმალობი ჯიჯიგნის რეხსაკეთ ყიზილბაში თან ერთმანეთის დაგლეჯასაც ჩვენი ხელით ლამობენ. ფერი განკარგა. ქართლოსის მოდგმა სისხლისაგან დაიცალა. ამიტომაც არა ხმლისაკენ, არამედ მშვიდობისაკენ უნდა ვილტვოდეთ. ქვეყნის მკურნალი მხოლოდ მშვიდობა არის. არა, მამაო. ამჯერად სოლომონის სიბრძნე უფრო გმართებს, ვიდრე სიქველე დავითისა. კვლავნაცად გზას უნდა დავადგეთ. და როგორც ერთდროს ყიზილბაშნი ხმლის საქმეების ნაცვლად თავის დაკვირით დავითანხმოთ თურქნის მშვიდობას. ფუჭი იმედია, შვილო ჩემო, ფუჭი! შეხედე სამცხეს! პატივაყრილი მანუჩარი ძუკნად საღლივით უკან მოსდევს ოსმალო ფაშას, შენც იგივ გელის. ზავს თუ დაგთანხმდა, აღარც ქრისტიან მეფე დაგარჩენს და მარიამის წილხტომილ შენ სამეფოს თავის სანჯაყად აქცევს. უფალს არ უყვარს ჭეშმარიტი გზიდან განდგომა. ეგეთმა ცოტვამ თვით კონსტანტინეს დიდი ქალაქის უწმინდურთა გომურად აქცია. ნუ მოუდრე ქეთს ურჯულოთა თორემ მაგ ქეთზე უღელთან ერთად მიურტევებელი ცოდვას დაგაწვება მეფეო. ჩვენს ქრისტიან ერს სატანის გვერდით მშვიდობას ღვთის სახელით სიკვდილი უჯობს. კმარაღა! შენ მარტო სული გაბარია, მამაო. ეგ მეფე ვარ. ერის გადარჩენისთვის უნდა ვიზღუნო. და შენი საქმნელი ბოცვით აკმე. თუ ჯერი ხმალზე მიდგა, თავად გიხმო. დედაურების კუდი გაახელ მეფე ბატონო. მოიყვანე. შემოდი. ამათ რახეთ და დირექში ჩააგდეთ. დაღლის შვილებო თქვენა პაპაი შენა ამბავს მეტყვი წოწრიანად ათ კარგს ვერ არის მეფე ბატონო ბალაფაშასი რა შეიტყვე უფლისგან განდგომას გთხოვს მოხსენ ბატონმა მამცნო
ალექსანდრეს ქრისტეს რჯული დააგდებინა. ფაშა გახმხერეს ხელს აღარ ახლებს. გვერდ საუქცევში შირვანიცაკენ მტკვარ-დამტკვარწავა. თან სულთნის წყალობასაც შეჰპირდებაო. თუ ვერ დამაგდებინე მაშინ რას იზამს? მაშინ მზადყოფ უნდა გმართებს. მომყე. შენ ნაბარავი ბედაური გელოდება. შინთან. მერე ოსმალო? კადი, შინთადი მეთქი. კეთილად გელოს. რა? გახმება წოწრეთ პაპაიბერია ცხენზე შეჯდება ქორსახავს დაუქვეითებს მგელია სოფლის თავს უდგას ქავციხე ღრუბლებში უზის წვერია შიქხრია ტყვია წამალი გაჭირდეს დასაწველია 11 ვაჟიშვილი ხავს ერთად ჯვარ დასაწერია 11 საპატარძლო ხავს მზისა და მთვარის ფერია კარგია, მაგრამ გილანის ასჯობს. ოფსეს. ამ საქმისათვის შენ ზერდული კაცი არ მეგულებ. იცოცხლე მეფეო. მეც ბევრი მახსოვს შენი სიკეთე, მაგრამ ღამერც გეფიცები. ძალიან ავადა ვარ. ეს ჩემი ბოლო ქარავნობაა. ისპახანს სიძე და ქალიშვილი მივის. სურს იმათხელში დავლიო სული. სპარსეთს რა მიგავს? 20 საპარნერო სული ბეწვი. პეტრს მერეყიდი. არა მეფეო. მოსკოვის შორს არის. ენკენობის დაგვინებისთვის მარტო გზას უნდა. რუსულ ზამთარს ვეღარ გაუძელებ. ეგეც არ იყოს ქვეყანა სუაირია. 1000 ავიხმები დადის. მალე ყირიმის ხანი საქარანო გზებს დაიჯერსო. ჩავძაღლდები სადმე დესამოდენ აბრევში მიოხრა დარჩება. აი ამ ფირმას რუსთ ხელმწიფეს გადასცემ. ესეც წაირა გზაში ხარჯი გექნება.
მამულთა მეთაურს მიხმე. სოფლამდე არც ისე დიდი გზა გვიჯერს. ერთ-ერთზე მეტი არ იქნება. თან სახსრებიც ამეხს. ეთყობა მინისაა. მოდა ხამი გავათიოთ. მე კაროვნებს უბრძანე პატრონმა ეგრეინი პოტკო. დაკალებულა. დროა სასიძონაო. სანახავ რაი? თხოვნელ ბევრ ხავ. არჩევ ერთი. იტაბან მოდშვილოს თუმარ გიცანი. კარგი, ცოცხლ. მამამისი ჩოი საყდრების მხატვარი ხო. ერთმა აცხონოს იმისული. ამამაც მამის კაი სახელდით. აი ახლა წარჩება აქ ბარში მიდის. მუხრან ბატონის საყდარს ხატავს. მოდშვილო პატაწილუკ. მადლობელო, დასლამიჩოს. კეთილად გელოს შილო. მშვიდობით იყავი. აინკენოდას კოწილ გვაქვს დანიშნული. მაგრამ რაღაცას ამობენ კახთ ბატონი ოსმალოს უპირებს ავშებმასა. თუ აგრიაბოლო ჩემო საკორწინო კურაც სადას ნუახსნი. ალექსანდრე მეფე გონიერი კაცია უცილოდ წავს სიზამს. ოსმალოს არ შეებნება. ჟამია ქვეყნის დოლაბი წაღმაბრუნავს ჟამია უგუღმა. ნათქვამია საცა არასჯობს, კაცლა ჯობსო, ეს ხომ მეფემ ჩვენზე უკეთ იცის. და ეჭვი არ არის ქვეყნის დოლაბის წაღმა შემოტეალებას ღაელოდება. ოსმალო ეხლა ძლიერია. მაგრამ ღმერთზე ძლიერი არ არის. ეგრემ შენც კარგად იყავდა შენი ჭილაკიც. ხე გრძელი მსიქნები. აბალო ჩემო, ადამიანის საკეთ ყველანი ცოდვილები ვართ. და ალბათ იმათაც გვტანჯავს ეგრე უფალი. ხალადრიანად ადგომა მარტებს. მამლის ყივილს თან უნდა ახვე გრძელი გზამელის. ეგებ ცოტა წამთული მოსს. თორემ ამ ბოლო დროს უჯანობასთან ერთად უძილობაც მტრად მომეკიდა. მორჩებ თუ არა მოხატავს მაშინვე ამოვა. ჰალალე შვილო. მოვდივარ, მამი. ახლა მოგასვენებ.
ამბობენ კახტ ბატონს რუს ხელმწიფის იმედაქო. ვინც იქნება ვსკიდეთ, მაგრამ ჯერჯერობით მოსკოვი უფრო შორს არის ვიდრე სტამბოლი. ეგეც არ იყოს რუსთა მეფეს თავისი უჭირს. დიდი ხანია ლიტვის მეფესთან სისხლს აღორის ოსმალოსთვის სადასწალია. შენ ჭკვიანი კაცი ხარ და გაგეკონება ოსმალთა ძალა. ჯეროდის იყო სელიმ სულთანმა რუსთა ხელმწიფეს რომ თერგზე ციხეები მოათხრევინა და მეციხონელთა ჯარი ასტრახანში ჩააგედვინა. ახლა უფრო აღზევდა გამძინარდა ოსმალო. ჩვენსკენ მუსტაფა ფაშა დასძრა და რუბანდისკენ ყირიმის ხანი. ახლა ირანით შამბნაში გატრნულ მშიერ-ლომს აგავს. ისიც თავის დროს ელის. წეღან არ გითხარ დიდი უბედობის ჟამი დაგვიდგა. არავინ არის ჩვენი მშველელი ღვთის გარდა. იაგრე ყოთ, იაგრე იქნება. ლეკების მოსვლას ამბობენ. კატეხას ჩაღმის მთისასა. დადგომა ჟველურის სოფელს. უკუღუნ ჩახტომას მზისასა. გადმოსვლას ქვათენთის მთაზე. ზედ დახურლასა ცისასა. კანკანით შესვლას ამბობენ. კატეხას გალავნისასა. შიგ დატანას ამბობენ. 60-ის ვაჟკაცისასა. ღმერთო თუში შვილებო. ხანის მწიქს ვაწებთ ჯალხშია. არა გვაქვს სტუმრის სურვილი. ვართ მუდამ ლაშქრობაშია. გვაწუხებს ლეკი, თათარი. ჩავდგარვართ სისხლის ზღვარშია. მოსკოვამდე რა ხანი გინდა? 2 თვე. უგან? იმდენივე. რუსეთს რა მიქონდა? აბარეშ.
ერთი სომეხი აქ მოათრიეთ. რუსეთს რა მიქონდა მეთქი გეკითხები. აბრეშუმი. კიდევ? აბრეშუმი. კიდევ? კიდევ? აბრეშუმი მეთქი. აბა, დამდ გახადეთ. თვითონ გავიხდი. ოღონდ ხელები გამიხსენით. შევხსენით. ფირმანი არ დაწვას. მოიდა. აკი სომეხი ვარ და ქართველთა ბედი ფეხებზე მკიდიაო. ქართველთა ბედი ჩვენი ბედია. შენ ვერ გაიგებ ჩვენ ტკივილს. უძლოდ დაწვით. მოიცადე. ამ ვაჭარსა და თუშის ქალს მე წავიყვან. დანარჩენი ყველაფერი შენთვის დამითმია. გასაგებია? თუშის ქალი კიდევ მესმის და ამ ბებერ ბეხრებს რა თავში იხლე. ეგ ჩემი საქმეა. ჩემ ხალხსაც შენ გიტოვებ. სამშვიდობოს ესენი გაგიყვანენ. თანახმა ხარ? თანახმა ვარ. ჰამზად! იცოდე ჟამისის მარია ქევლის და უცოდელ ტანჯვას სიხარულით შეიგიცვლის.
ისკანდერ ხან ბედნიერებისა და ალახის გამარჯვების საყრდენი ფადიშაჰ ვაღუპილი დარჩება შენი მორჩილებით მინდა ვიცოდე სამაგიეროდ რა მოწყალებასელი ქვეყნის მყრობელისაგან უპირველესად მამისა ჩემის ლევანის სამფლობელოში 10 სპარსთა ხელში მდებარე ჩვენ ციხეების გამოხსნას და ჩემსავე სარწმუნოებაში დარჩენას სარწმუნოების დაგდების ნაცვლად მოწყალე ფადიშაჰი ჩემს მიერ დაპყრობილ და უთხანის სატახტო ქალაქს თბილის კვირდება უნდა გამცნო რომ ქართლის ტახტი ირანის შაჰმა კვლავ სიმონ მეფეს მისცა გულუხვია ირანის შაჰი ადვილად მოხს ყველაფერს რაც მას არ ეკუთვნის აქ თბილისში ჩემი ჯარი დგას ჭკვიანი კაცი ხარ ისკანდერ ხან მაგრამ მეშინია მაჰმადის რჯულით გაპატიოსნების უარით დიდი ფადიშაჰის რისხვა არ მოიმგო დაიქცე ხემწიფეო მეფეო და დიდო მთავარო სრულიად რუსეთისა დაბლად თაყვანს გცემ შენი ერთგული კახეთის მეფე ალექსანდრე ორი დამიგდა ისკანდერ ხან დიდი სულთანის ძლიერებას წინ აღარაფერი აღუდგება მოწყალია ბედნიერი ფადიშაჰი მაგრამ ორგულობას არ გაბატიებს შენი ერთგულების დასტურად ის გადაგრჩენია რომ კახთა ლაშქარი შეკრიბოდა დიდი ფადიშაჰის დროშის ქვეშ დადგა ლაშქარი მზად არის
ზიდონა შენა? იყუჩება. ანგელოზე ფუცოდეს. რაისად გეტარდები. არ შედგე. უფლისკენ მისდიხარ. ეშმაკისკენ ხომ არ შედგე. იყუჩე. წყალი მზადა გქონდეს. ეგრაღა. რომ მკვდერის ნაცარსია გაცილებს. და სჭირი გაეცლებს ვადროებ. მერმე სულ შავბერ. ვერდებს ძალით ვასურგებ. ნოჩია, სისხლით უდავდა გადაჩებს. ბრეთი თავსგებს. აი და აი ჭარელო ზიდონა. საფლავიდან რა დეთყოთობლესნა. ჩვენ მაინც რაღაც გერჩოდა სვედამჭდა. უიღბლო, წვილშვილის უკაცოც იმლახელო. მარაგან? თალარე და სომხის ვაჭარი რომ წაასხეს. აბალოი და მაგის ხმა ერთად მოკლეს ლეგენდო. ხუნდათა მეფედ გაგურხე. პედილასაც გვერდით ვიყოლია, არ მოგაიცილე. მამი, ნახე როგორი ძუა. რომ გავზდით, ხუნდათა მეფედ ვაკურთხოთ. არა, მამი. ეშინია შენ მასაჩუქარმაშვილი მეჯინიბე და არ მიქცეს. ეგრა საჩუქარია. მახარე, უფლისწული ხომ არ გინახია? უკანა ეზოში გახლავს დედოფალ. ხურშით ჩერქეზმა ღვითი ჩამოუყვანა საჩუქრად. მეფე ბატონიც იკაბრძავდა. რა ისმის? არც არა. მუსაბეკი ვარზეა. ამბობს არაფულად ვაჭარს არ დავთმობო. რათა რა მინდაო? ითაბანს ითხოვს თილიძეს. შემოგითვალა, გამოსასყიდის ამ დაგჭეს. ეს მხატვარი ბიჭი მომეციო. ვინ მხატვარი? თუშის ბიჭია, ითაბანი გვარად თილიძე. სად არის? აქა ყოფილა. შენს ნახვას ვა. დიალოგვითი. მამი, რომ გავზდით, ხუნეთა მეფედ ვაკურთხოთ, არა მამი. ო, შუა. ამბობენ რუსთამწიფე ივანეს მემკვიდრე შვილი მოუკლავსო, მართალია? ო, მართალია. ყაბარდოს ყოფნისას ალყაზ მორზამაც ეგათქვა.
შამხალმარაო შამხალეცას წუხს ხდება რომ სულთანი რუსეთს ასტრახანის წართმევას უპირებს ამბობს თუ ეგრე მოხდა მაშინ ჩემიცა დაკახდა ბატონის საქმეც წასულია მაგრამ თუ ირანმა ოსმალო კვლავ შეავიწროა ჩვენ ჩვენას ვიგრძნობთ მე ეგებ რუსმაც იმძლავროს თერგზე თავისი მეცხოვნე ჩააყენოს და დარუბანდის გზაც გახსნასო პარემ კარგია მაგრამ ვიდრე ეგ მოხდებოდეს ირანი თავის ასიქმს ეხლაც საუდიერო ხალხსა და მძევალს ამთხოვს შემომითვალა შენი ძე კონსტანტინე გამომიგზავნეო დედი ნახე რა თვითონა მომიყვანეს დედი სიკვოება ვანგელოსთა წუხარეთა სიხარულო ქრისტიანთა მეუხეო ქალწულო და დედა უფლისაო შენ წეყავ ჩვენ და გამოგვიხსენ საუკუნეთა სატაჯვირისაგან შენ გავედრებ ღვთისმშობელო ქალწულო შეუყეველ საზღუდე საცხოვრებისასა ჩვენისასა წინააღმდეგობათა ზრახვანი განაკარვე დაერისა შენისა წუხარება სიხარულად გარდასცვა და სოფელსა შენსა აღმოუწვდებ შვიდობისათვის სოფლისა ევედრე ღვთისმშობელო რამე თუ შეხა წეყავ ჩვენ და გამოგვიხსენ საუკუნეთა სატაჯვირისაგან უფალო ჩვენ იესო ქრისტე მეუფეო დიდებისაო შეგვიწყალე ჩვენ რამე თუ შენ გესავთ გაგვინ რიცხდები შენ ფრიად ნუცა მოიხსენე ბუშჯულოებათა ჩვენთან არაბეთ მოიხილე ჩვენ ზედა წყალობიდან ვით არც ასახიერ ხარ და გვიხსენ ჩვენ სამართალად რისხვისაგან შენისა რამე თუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და ჩვენ ვართ ერმი შენი და ორივე ქმნილი ხელი შემიწოდებულ არს ჩვენ საზეთ შეგვიწყალე
السلام عليك إبراهيم خليل الله السلام عليك موسى كليم الله السلام عليك عيسى روح الله السلام عليك جميعا السلام عليك ნუ თუშის ქალო, ნურ ჩვილს მიკლავდა, ნურც თავს იტანჯა. ბედი კალთაში გიდირის, შენთან ამქმენ, შენთან მომყოფეო. უარი არა თქვა ანგელოსო. თვალ მარგალიტში ჩაგხადა. სიცოცხლე სიამით აგივსებ. დღისით მზეს მოგცემ. ღამით შუქის საბანს დაგხურავ. შვილებს დაგიზრდი. ოღონდ ნუ დამღუპავ, უარი არა თქვა თოვლიანი მთის ცისკარო. რა ვქნა? ჩემს მუსას ვეღარა ვცნობ. თავს არინდობს ენაცვალოს დედა. მეშინია რამე არა იტეხოს. ახლა ჩემი მუსა საქორწინო საჩუქარს მოგართმევს. ოღონდ უარი არა თქვა თოვლიანი მთის ცისკარო. ნუ თუშის ქალო, ნუ ბედურებას ნუ შემამთხვევ. სიბერი არ გამიმწარო.
ჭირა თავიმე კარს ჯარად მიდგნენ მოვარდი უშის ნახები ყმანიმე იმათში ერთი ვარჩიე ერთს დაუყენე დარიმე შუაღამისად შემიხსნეს ლეკებმა კოშკის კარიმე მომიკლეს ბერი მამაი იმათთან სამი ზმანიმე ცეცხლს მისცეს ჩვენი სახლთარი თავს დამაქციეს ცანიმე გამომიყვანეს საბრალო ნათები თუშის ქალიმე გადამავლიეს მთის წვერი სრემლით ვასწველე გზანიმე გადამიყვანეს დაღესტანს დღე გამიცენეს შავიმე საქმროს იქა მომირჩიეს ლეკის ფოცხვერი ჟღალიმე ამასაც აღარ დასჯერდნენ ტანჯვის მომანთეს ალიმე სპილენძის დინით მომარხვეს ჩემი ნარჩევის თავიმე მომნათლეს როგორც უნდოდა ცხენის მალოკეს ზვალიმე იმდენი ჭირი მომკერდზე დიას არ მეყო ძალიმე გამიწყრა მაგეთ გიორგი ცელს თავი დავაკალიმე შეავედრე მოყვასნი შენი ძესა შენსა და მამასა სახიერსა რომელნი სუფერდ ცათაშინა დაიხსენ სულმი ჩვენი წაწმენისაგან ჩემს სენაკში დადექდა იქ დამებოდა. კარის მოძღვარს ანდერძის შეცვლა ვუბრძანე. გულის კარნახით საბრალო კონსტანტინესათვის სხვა შვილებზე მეტად ვიზრუნე. თუ უფალმა ინება და შაჰისგან შვიდობით მობრუნებული ქრისტეს ჯულს სრულად არ განუყენეს. დედისეული მცირე სახსოვარი ჩემგან დარჩება და ბედის სიმრუდი ჩვენგან ნადგენი გული. დედის სოდვილი სამარისაკენ სიკეთით მოუბრუნდებ. ავფიქრებს თავს ტყუილა და დანჯვინებ. სამისო ჯერჯერობით ხვდით არაფერი გჭირს. კულნაუნით ასე ამბობენ. ვიცი თავი და თავი შენი ტკივილისა მეღარ. უმოწვილ ქალობაცა და დედობაც მე გაგიმწარე. მაგრამ შემინდე რამე თუ ჩემი სიჯიუტით ზედმეტიც აღქმენ. ღმერთმა შეგინდოს. არც აქამდის და არც ახლა საყვედური შენი მე გულს არ მიდევს. მხოლოდ ერთს აკითხო შვილთა ჩვენთა გამო სათნოები და განსაჯე გახსოვდეს სადგივარი შობილდე დედის გულს
საფლავშიაც მწარედ დასტანჯავს. მეტადრე კონსტანტინსათვის გევედრები. რა არის ჩვენს თავს? გულთაყრა მეფე ბატონო. დედათა ბუნება ფაქიზარს. მოახლე მითხრა წუხელღამ ძილში სპარსეთ წარგზავნილ კონსტანტინე უფლისწულსა და ურჯულოთა მიერ ქართველების მოკვეთილ თავებს ახსენებდაო. წამალიაზე არს ბატონო. სიმყუდროვე. სმენა ფსალმუნთა და ამბავთა ოდენ საამოთა. დედოფლის გასაგონად ავსნურა სიტყვიან და ნურცა წყრომითა ვინმეს მოიხსენიება. კარგი ეუბნონ და კარგი ახილვილონ. სპარსთა ლაშქარის ზვია. გამარჯვებულმა ფაშამ რუსთხანძიფისკენ მიდრეკ აღარ მაპატია. თქვენ ქართველებს თავები მოხვეთა. გამომიგზავნა და ჩაუშის პირით ჩაუმითვალა შენც იგივე გელისო. ბედნიერი ფადიშახის მოხარკე თუ ხარ, შენს ხალხს სპარსთა ლაშქარში რა უნდა? დედოფალს თავები არ უნახავს. არც არაფერი სმენია მათ შესახებ. დილით მოიტანეს. დაღამებას ველი. ხამე აქაურობას უჩუმრად განვალიდებ, ფარულად დავკლავ. შენ სწორედ იმისათვის გაგიმხილე, უბედურთ პარაკლისი გადაუხადო. დიდარს, უფალო ძალი შენი. დედათა ბუნება ფაქიზარისო სიმართლით მითხარ. რაც ბუნება ყველაფერი სწორი, ანგივით სრული და ღვთიურია. მაგრამ გონება კაცთა ბოროტებით ავივსო და ჯოჯოხეთის კუპრილით უყმუყებს. მარტო ჩვენ აქვს ამბავს. ვინ იყვნენ პაპ? რაიცი. მეცველიც. ცხადი იყო თუ მოჩვენება. ციურ მხედრობას საგავდა. დროშაზე თუ ფრიჯვარი იყო. მოჩვენება კი არა, ცხადი იყო პაპ.
მისადგომთა, გზათა და კახთა სამეფოს შესაცნობად რუს ხელმწიფისაგან კეთილად მოვლენილი მეთოფეთა ასისთავი ტოლმაჩი რუსინი ეგნატე დანიელის ძე. წყალობა და მასპინძლობა მithქვამს. დიდი ხელმწიფის იოანე ვასილიძის აღსრულება შევიდრეთ და მწუხარებით აუცილებლად აგვიხსენით. ისიც შევიცანით, რომ ტახტს ურყევსა და უძლებს აღსრულებული დიდი ხელმწიფის საყვარელი ძე ღვთისმოსავი თევდორე დაედგინა და კვლავაც იმედით აუჭკნობით აგვიხსენით. რამე თუ ზრახვანი მამისა და ძისა უწყვეტარს ვითარცა სხივნი მნათობისა. Сие есть грамота от государя. Эссе არის წიგნი მოკითხვის სახელმწიფისა მეფისა царя и великого князя Федора Иоанновича, повелителя всея Руси, Владимирского и Московского, всея северной земли и иных земель государя. Государь готов принять послов Кахетинского царя. Хан желает напомнить вам, что донские казаки вновь нещадно притесняют город Азов. Тайком спускаясь с Дона из Самары до овечьих источников, они похищают коней и другую живность. Атаман Ян Ярушевский в прошлом году дважды нападал на крымские улусы, угнав 40 000 овец и множество людей. Кроме того, султан упрекнул хана. Разве для того я истратил казну на освобождение Дербента, чтобы казаки, совершающие набеги на Терек, грабили мой народ? Хан приказал передать. Султан не станет больше терпеть. Двинет большое войско и вместе с другими городами не побоится пойти на саму Москву. Поэтому собирается он ставить крепости на Тереке и Сунже. Говорит, пока государь Урусов не обуздает казаков, мне ничего другого не остается. О возведении крепостей на Тереке, кроме вас и кабардинских черкесов, давно считающих себя подданными русского царя, просят и кахетинский царь Александр, и сам Шамхал. Ни мы, ни преданный великому султану Шамхал и кахетинский царь не просим у вас возведения крепостей на Тереке. Просят. Доказательство? Это посольство грузинского царя в Москве. Где это посольство? Аллах знает, что всемогущий падишах никому не простит измены и предательства. Это дело падишаха. Еще что? Ничего, кроме долгих лет жизни вам и великому падишаху. Послы царя Кахетинского. Во здравии ли Александр, царь Кахетинский? При отъезде нашем соизволили быть во здравии, и, надеюсь, милостью Божией и ныне здоров.
царю и великому князю всея Руси, Владимирскому, Новгородскому, царю Казанскому, Астраханскому, всея Сибирской земли, северных стран, иных многих земель государю, и же от Христа Богом избранному всей вселенной, державной Богом поставленному, богослужебному и боголюбимому, Богом венчанному скипетродержателю, царствием пребогатому и во всех царях превысокому. Нищих защитителю, напастях многих разрушителю, православной веры совершителю. Посем прислал к нам человека своего Русина Игнатия Даниловича, а с ним прислал свою царскую грамоту и вести. Мы об том благодарим Бога, ибо в настоящем времени христианство в великом разрушении и великою скорбью обдержимы от неверных и богомерзких. Я сам своею головою и всею землею своею под кров царствия Твоего и под Твою царскую руку рад подастся. Земля наша христианская от неверных в великой беде и в утеснении, и в том Твоя царская воля, как государя нашего, землю нашу от неверных оборониши. Челом бью до лица земли, близкой Тебе, Александр, царь Кахетинской. Божию и нашей милостью посол наш досконально изучил послание кахетинского царя Александра, а также устно, услышав просьбу сию, внемля советом Святейшего Синода и Боярского собрания, повелеваю внять мольбе царя Кахетинского. О, Господи, долгие лета великому государю, долгие лета. Аминь. სამთავრისა სრულიად რუსეთისა თევდორე იოანეს ძისა. შვილებითაც შემითა, დიდებულებითაც შემითა და სრულიად სამეფოითაც შემითა ვფიცავ და ღვთის წინაშე ვაცხადებ, რომ მე, მეფე ალექსანდრემ, დიდ ხელმწიფეს, მეფეს და დიდ თავარ სრულიად რუსეთისას თევდორე იოანეს ძეს აჯით ვაახლ ელჩნი ჩემნი. რათა ჩვენ საზედად წყალობა მოეღო, კახეთი თავის ხელქვეით დაეჭირა და ჩემის ქვეყნის მტერთაგან დაცვა ებრძანებინა.
სრულმა ხელმწიფემ, მეფემ და დიდმა მთავარმა სრულიად რუსეთისამ შემიწყალა მე. ქვეყანას ჩემსას თავის მფარველობის ხელი დასდო და თავის სარდლებს ჩვენი მტერთაგან დაცვა უბრძანა. ამიერიდან მე, მეფე ალექსანდრე, ჩემი შვილებითა და მთელი ჩემის ქვეყნით მკვიდრად და წაულად ვიქნებით თევდორე მეფისა და მისი შვილების ხელქვეით.